მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. დღეს ჩვენი გულები ერთდროულად სავსეა სიხარულითა და სერდით. სიხარულით, რადგან გავიზარდეთ და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივართ, რასაც სკოლა ქვია. სერდით კი, რადგან ვერ ვშიდობებით ბარს, სადაც გავიზარდეთ, სწავლობდით, თამაშით და უამრავი ბედნიერი წუთები გავატარეთ. ჩვენ ვართ ჯგუფი ვარსკვლავები, პატარა მოციმციმე სხივები და უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ პირველ კლასელები გავხდეთ. მას ასე დავიწყოთ, შევეგებოთ ჩვენს მოციმციმე ვარსკვლავებს.
ასეთი საბავშვო ბაღი, სადაც გავისწავლეთ. ამ ბაღში ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლეთ, ეს არის მეგობრობა, ერთმანეთის დახმარება და უკვე ისე მომზადებული, ისე კარგად ვიცით ეს ყველაფერი, რომ მომზადებულები მივდივართ სკოლაში, სადაც უნდა შევიძინოთ ახალი მეგობრები, მასწავლებლები, ახალ გარემოში, კიდევ უფრო მეტად უნდა გამოვაჩინოთ ჩვენი მეგობრობა. ამას ახლა კიდევ ერთხელ დავადასტურებ ჩვენი ლამაზი სიმღერით მეგობრობაზე. ხავთ პატარებო.
მოვატარებო. მინდა ყველას მოგეფეროთ, ჩაგეხუტოთ. მაგრამ ერთხელ გავიხსენე. როგორ სწავლობდით ერთად თამაში. თქვენ არ გემრიეთ კერძებს მიიხმებით და ხშირად დედიკოიდიც კითხულობდნენ და სწავლობდნენ ამ გემრიელი კერძების რეცეპტებს. თქვენზე სრულავდნენ ადამიანები ეთილი გულით, რომლებმაც არ იციან დარნა. მადლობა თითოეულ მათგანს, რადგან მათი დახმარებით აქ ყოველთვის მხიარულებაა და ძალიან ბევრი ლამაზი დღე გაჩვენათ ბაღმა. დაგილოცავთ სულით და გულით სკოლისაკენ მიმავალ გზას. მე მჯერავს, რომ ყველა ერთმანეთზე უფრო წარმატებულები იქნებით და ასახელებთ ჩვენ საყვარელ საბავშვო ბაღს. ყვილად ხომ არ ვართ ვარსკვლავები, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიციმციმოთ და მოდი სანამ ნაბიჯებს გადავდგამთ სკოლისაკენ, ვუმღეროთ ჩვენს მომავალ სკოლას.
მოусმინოთ დიდი სცენის მომავალ ვარსკვლავს თავისი ტკბილი, თბილი, ბულბულის ხმით, რომელიც ყველას დაგვატკბობს. მისი ხმა ისე ჩანს და ისე ისმის, როგორც ცაზე ვხედავთ გავიმებულ ზეს. მოусმინოთ ლიკუნას და ვუსურვოთ წარმატებები, როგორც მომავალ ვარსკვლავს. Say
ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ახლა ჩვენს წინაშე გამოვა პატარა ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან უყვარს რითმი და ამავე დროს ხმაურიანი ინსტრუმენტები. ის ტამ-ტამზე დაუკრავს, შეასრულებს პატარა კომპოზიციას, რომელიც სიყვარულით მოამზადა თავის მასწავლებელთან ერთად და სიხარულით ვუძღვნით ჩვენ სტუმრებს. მამაშვილობის ლამაზი ზღაპარი. პატარა ქეთო და მისი მამიკო ერთად იცეკვებენ. ეს არ არის მხოლოდ ცეკვა. ეს არის ერთგულების, ნდობის და საოცარი მამაშვილობის დასტური. შემეგებო. Il attend devant cette photo d'antan. Il n'est pas fou, il croit c'est tout. Il la voit partout, il attend debout. Une rose à la main, Paris n'attend rien. Rien d'autour n'est de sens élevé. Le regard absent, il est seul et parle. Souvent il n'est pas fou, il aime ses doux, il la voit partout, il attend debout, debout, une rose à la main, non, rien ne le retient. Dans sa love story, dans sa love story, dans sa love story, c'est la love story. Prends ma main, promets-moi que tout ira bien. Serre-moi fort, près de toi je rêve encore. Oui, oui je veux rester, mais je ne sais plus aimer. J'ai été trop bête. Je t'en prie arrête, arrête, je regrette. Non, je ne voulais pas tout ça. Je serais riche et je t'offrirais tout mon or si tu t'en fiches. Je t'attendrai sur le port et si tu m'ignores, je t'offrirai mon dernier souffle. Dans ma love story, dans ma love story, dans ma love story.
ისე უარს არ ეუნება არაფერზე ნამდვილ პრინცესად გადაგიქცია და ჩემ მამამისმა არ გამოხდეს სურვილი ეს იქნება ძალიან გამიხარდა კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მშობლებისგან რაშიც დამეფიცება რომ ნამდვილად არ ჩავრეულვარ ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი ამბავი რომელიც დღეს გავიგე ისე მოაგვარეს თქვენთან ერთად ვნახავთ რაში მდგომარეობს ამ სიურპრიზის აზრი Olati tavar, mesmonlarında tanıyız. Arena Maya da tanı. O olası çok seviyor. Olası yok tavar, momenlarda tanıyız. Merhaba, hepimiz güzelliğimiz var. თითოეული ნაბიჯი წარმატება და მიმილი მაძლევს ძალას და იმედს რომ გაიზრდებით
არა მარტო ნიჭიერები და შრომის მოყვარი ადამიანები, არამედ დიდსულოვანი, მეგობრული, მოციმციმე ვარსკვლავები, რომელსაც კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ასახელებს თქვენ ბავშვს, თქვენ მასწავლებლებს, რა თქმა უნდა, ძალიან მომენატრებით, უკვე მენატრებით, რომ წარმოვიდგენ, რომ ეს სასწავლო წელი დამთავრდება და მომავალ წელს მართალია ახალი მეცნიერები შემოფრინდებიან, მაგრამ ძალიან მენატრებით. ჩემი წრეებიც აქედან არის გამოწვეული და მაპატიეთ ძალიან თხოვს. თამრიკო დეიდა და მაია მასწავლებელო. დრო თითქოს გუშინ იყო, როცა ჩვენი პატარები თქვენს ხელში ჩაგაბარეთ. შეშინებულები, გაუბედავები, საყვარლოსათვის უცნობები. დღეს ისინი გაზრდილები და სიყვარულით ავსენი ტოვებენ ბაღს. ამ გზაზე თქვენი როლი შეუცვლელია. მადლობა ყველაფრისთვის, თითოეული ჩახუტებისთვის, მოთმინებისთვის, ზრუნვისთვის და უამრავ სიყვარულისთვის. ჩვენი პატარები, თქვენი წყალობით, სავსე ბუნებით და ლამაზი მოგონებებით მიემგზავრებიან ცხოვრების ახალ ეტაპზე. აი დადგა ის განსაკუთრებული დღე, როცა თქვენი პატარა ვარსკვლავები პირველ დიდ ნაბიჯებს გამენ თავიანთ ცხოვრებაში. ეს დღე სიხარულით სავსეა, ამავდროულად გულდასაწყვეტი, რადგან მშვიდობებით გარემოს, სადაც ჩვენმა ბავშვებმა პირველად გაშალეს ფრთები. გისურვებთ ბედნიერებას და ისეთივე თბილ გარემოს, როგორცაც თქვენ ქმნით, თვითონ ქმნით ბავშვებისათვის. გემშვიდობებით, თქვენი პატარა ვარსკვლავები და მათი მშობლები. დიდი სიყვარული. მადლობა. საოცრად ემოციური დღეა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ როგორც მშობელი უდმეს მადლობას გამოვთქვავ ჩვენი მასწავლებლების მიმართ და მადლიერებით და ბედნიერებით სავსე წავალ ალბათ დღეს. საყვარელო ქალბატონო ლელა, თქვენი გულითადი მზრუნველობა, თავდადება და სიყვარული ჩვენი ბავშვების მიმართ არის გამორჩეული. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ მართავს გაერთიანებას, არამედ ქმნის სიტყვას, ნდობას და სიყვარულით სავსე გარემოს თითოეული ბავშვისთვის. თქვენ ხართ პატარების მეგზური და საუკეთესო მეგობარი. ყველა თქვენი ქმედება პატარების მიმართ არის სიყვარულით გამოხატულება. მადლობა, რომ გვერდით გვიდგახართ და თქვენი გულის ნაწილს ჩვენი პატარების ბედნიერებას უთმობ. სიყვარული და პატივისცემით გვინდა გადმოგცეთ ეს მოგზაურობრივი საჩუქარი ჯგუფი ვარსკვლავების სახელით. გვილყვარხართ. მადლობა თითოეული დღისთვის, თითოეული ხელშეწყობისთვის. რა ვიცი, რა უნდა ვთქვა, ვიცი უღრმესი მადლობა, ასეთი კარგი ადამიანი რო ხართ. ჩვენი სიურპრიზი ამით არ დამთავრებულა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ გუშინ, ხალოდ გუშინ, გამოთქვა სურვილი საყვარელმა ფერია მელისაბედმა, რომ ჩვენი სტუმრისთვის მიეძღვნა თავისი სიმღერა. იმედია, ხარლესი იქნება თუ რაც იქნება, ცოტა მოსხოვაც რაც იქნება, ისე მიიღებს გულით წამოსულია მთელი სიტყვა და სიყვარული უნდა ჩააცოლოს ამ სიმღერაში. ამბებულობ.
ლელა წაგვიკითხავს მე უკვე აღარ მაქვს ამისი თავი ისევ რომ არ ამედიროს და ქალბატონი ლელა წაგვიკითხავს ჩემი თვალით დანახოს თქვენ პატარებს და გადავცემ სამახსოვრო სიგელებს და ალბომებს თქო ქალბატონი ავიქავე ხალხს სიგელს მაია მასწავლებელმა თქვენთვის პატარა საინტერესო განმარტებები დაწერა გაგეხარდება თქვენი დახასიათება სიგელი გადაეცემა კოკოლაშვილ ნიტას ნომინაციაში დამხმარე ფერია თბილი გული ნიტა სიბრძნეს და სიკეთეს ისე აერთიანებს გეგონებათ მის გონებაში პატარა მზიანი სამყარო ცხოვრობს შეხარ ნიტა ეს არის ნიტა რომელიც ყველას ეხმარება აი მეცი რომელია და რა უშავს დავა ოღონ არ ვიცი საერთოდ და გავიხედოთ მეხერიშვილი ლილეს გადაეცემა სიგელი ნომინაციაში მომავლის მხატვარ დიზაინერი ცოტა დაბნეული მაგრამ მაინც შედევრების შემქმნელი აბა რომელია დიზაინერი მოდი ლილე მოდი გენაცვალე მია მოდი აი ნახე შენი სიგელი გადადების ყველა და წინდაიხედე აი მე გარი საინტერესო რო არის ეს რა არის გამოდი ხაშილაძე მარიამს ნომინაციაში პატარა დედოფალა ნაზი ფარდიზი და ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე გონება აბა რომელია დედოფალა პრინცესა ხაბელაშვილი ნიტას ნომინაციაში ყველაზე ნათელი იდეა მოხერხებულობის გონიერების ეტალონი ანუ ნიტამ ყოველთვის იცის სად, როდის და როგორ უნდა იმოქმედოს. შენ რა მაგარი ყოფილი. არასდროს არ იბნება ნიტა. გამოსავას ყველა ვარიანტი პოულობს. სიგელი გადაეცემა ნარიკა ნანის ნომინაციაში ყველგან ყველაფერში. მეც მეხარია და ოსულა. სიგელი გადაეცემა გიორგაძე სანდროს ნომინაციაში პატარა ორატორი, რომელსაც საქმელი არასდროს უმთავრდება თემიდან თემაზე ისე გადადის თითქოს ენის საკუთარი რუკა აქვს. ეგრე ხოჭო. კი ნამდვილად. დიახ. სიგელი გადაეცემა ბოლოკაძე მარიამს ნომინაციაში დრო არ მიცდის. მე ვარჩევ დროს, ანუ როცა უნდა მაშინ მოვა და ყველას გააყვა. ეს ამიტომ დროს არ მემორჩილები. გოლუბიანი ელისაბედ ნომინაციაში ბედნიერების ფერია ერთი ნახვით შეგაყვარებს და დაგამახსოვრებს ხალხს. მარიამს ნომინაციაში სელფი და ჭკვიანი აქტივობაზე ვარსკვლავის შესვენებაზე ტორნადო. უიმე შე რა შემდეგი ნომინაცია გადაცემა სარალიძე დავითს პატარა გენიოსი დიდი გულით ანუ ბიჭი რომელიც ხუმად ზის მაგრამ როცა საჭიროა ზუსტად და ჭკვენურად ამბობს მთავარს. ესეთი ჭკვიანი ხარ მართლა? სიგელი გადაეცემა კირიაზოვ დემეტრეს ნომინაციაში მოძრავი, მქინავი ობიექტების ავტორი, თეორიულად მშვიდი, პრაქტიკულად აფეთქება. შენ რა ყოფილი? აი ეს არის ის ბიჭი ვიდეოში რომ მეუბნებოდა მადლობა რომ გამიძველი. კი, ასე ძალიან ჭკვიანია.
როშე ხედავით მოდი გენაცვალე მოდი არ უნდა წასვლა სიგელი გადაეცემა ნოზაძე ელისაბედს ნომინაციაში სიწყნარის ოსტატი წლის პატარა პრინცესა მის სინაზე და მიმზიდველობა ხოლმე მართლა მოდი საყვარელი მოდი სიგელი გადაეცემა ნადირაშვილ დანიელს ნომინაციაში ცელქობის ჩემპიონი მეგობრობის ფეირვერკი პაწაწინა ხელები გიგანტური რიტმები საოცრად თბილი და საყვარელი მათ შენი პაწაწინა ხელები უკვე ვნახე მაგრამ ჩემპიონი თუ ხარ ცელქობის შეგაღარდი ხოლებს ეთყობა უპისავს გაიგებს კი სიგელი გადაეცემა ჯაფარაშვილ მართას ნომინაციაში ოქროს გონება, ფერადი გული, ჭკვიანი და ნიჭიერი გოგონა, რომლის ნახატებით, ფერებით, ემოციებით და სიფაქიზით სავსეაო. ესე გამოსახატეთ. სად არის ამ მოდი გენაცვალე მოდი შემდეგი სიგელი გადაეცემა რიჩელ ერეკლეს ნომინაციაში ნამდვილი ჯენტლმენი, მომავალი მხატვარი, ლაპარაკის ჩემპიონი და უბრალოდ გენიოსი. რომელია? ეს არის ლაპარაკის ჩემპიონი. ერეკლე გაიხედე მილიონი დოლარი რომ მქონდესო სულ შემოვიერთებდი მთელ ტერიტორიას და ჩვენ გავხდებოდა შემდეგი სიგელი გადაეცემა ჯახოლაძე დაჩის ნომინაციაში ყველაზე თბილი, სერიოზული, კეთილი, სიმპათიური მისტერ ზრდილობა. გამსევლიძე ქეთის ნომინაციაში ყველაზე მრავალფეროვანი ნიჭი მომავლის ლიდერი გოგონა რომელიც ყველას გვაოცებს ლიდერი კომპიუტერი მე კომპიუტერი გავარდი ნია გაისწორე გელაშვილი თამარხვი რა გვარია გელაშვილი თამარი ნომინაციაში დედიკოს პატარა გული მორცხვი და ბიჭები ისაყაროში გელაშვილი და მორცხვი ორმაგად კარგი ფოტო გადავიღეთ ორმაგი გელაშვილი მოდი თამარი მოდი პატარა იგნაძე ბაჩეს ნომინაციაში ენერგიის წყარო ფეხბურთის ცეცხლი და დაბედულების ქარიშხალი ბაჩე ნახევარი იგნაძე მეც ვარ მოდი გენაცვალე ბაჩე მოდი ხო აგერხარმარი სიგელი გადაეცემა ამბოკაძე გიორგის ნომინაციაში გულჩვილი გენიოსის პოლისკენ ცრემლებით და წიგნებით სავსე ჩანთით. სიგელი გადაეცემა კამანაძე დანიელს ნომინაციაში უწრფელი სითბოს და სიხარულის ელჩი. მის გვერდით ყოფნა ბედნიერება. ცუცქიძე გაბრიელს ნომინაციაში მხატვრული გენი, პირველ ხმაში ბუზღუნო, მეორე ხმაში ცეკვა, სიმღერა, მხატვრობა, საოცრება. შენ რა მაგარი ყოფილი ხარ? ბარბაკაძე იას ნომინაციაში 7 ძალა, ყველაზე წყნარი და ყველაზე ნიჭიერი. შენ ხარ ყველაზე წყნარი.
გადაეცემა ნაპრაძე ანას ნომინაციაში ღიმილის დედოფალი და გულმოწყალე მეგობარი. აბა რომელია ღიმილის შენი გადაეცემა მულაძე ლილეს ნომინაციაში ორი სამყაროს ლამპარი, სკოლის ფერია და ჩვენი გამოსაშვები, დანათობელი ვარსკვლავი. შემდეგი სიგელი გადაეცემა მულაძე იოსებს ნომინაციაში დრაკონის მეგობარი. ვინ შენა ხარ? ალქვეშა სამყაროს მეცნიერი და თევზების დიდი ქომარი. გეურგოვ დათას ნომინაციაში სიტყვის ელჩი და მეგობრობის ჩემპიონი. აბა შემდეგი სიგელი გადაეცემა გვარამაძე ნიას ნომინაციაში წლის მხატვარი, დიდოსტატი და დედიკოს გულის დამპყრობელი. აიმე რა მაგარი პროფესია. ნომინაციაში ოქროს თანხმობის медали გადაეცა გიორგის, რომლის იმდროინი თანხმობა ასეთი საყვარელია. ხანდახან დაგაეჭირს დედამ მართლა დამეთანხმო თუ ვიღაუ კარგ ხასიათზე ვარ. სურათი გიო და ვსო. შევაშინეთ. შემდეგი სიგელი გადაეცემა ყველაში კატოს თან რაგვარს ნომინაციაში ფილმზე, მოდრობის ცაზე, ანუ ისინი იშვიათად ჩნდებიანო, ხო? ელიცი რო განმავლობაში ალბათ ერთი ქვია ნასიარულები. შემდეგი სიგელი გადაეცემა მიქელაძე ლიკას ნომინაციაში ოქროს ხმა, გოგონა რომლის ხმა, გალობას გავს და გულანა გიდის სცენას უხდება და გიჭირთ ყველა გუსი. შეроიმდე შემდეგი სიგელი გადაეცემა კორყოტაძე კატოს ნომინაციაში ყველაფრის შემძლე. შედახა ყველაფრის შემძლე? ნამდვილად. ყველას გულთამყრობელი წარმოუდგენელია ჯგუფი კატოს გარეშე. ოჩა, შენ რა გელაშვილის ნომინაციაში ნიჭიერი ლიდერი და წესრიგის ფარული გენერალი. ეხლა შეიძლება გელაშვილი გენერალი იქნება, მაგრამ ვერ ახესვით ლიდერი არ უნდა მითითება. შემდეგი სიგელი გადაეცემა აბულაძე ნიას ნომინაციაში სიკაშკაშე სწავლის გარეთ ცნობის მოყარე გენიალობა. შენ რა მოხარ გოგო? ნომინაცია შემდეგი სიგელი გადაეცემა სანდროს დანიელს ნომინაციაში სელქობის ჩემპიონი. რამდენი ჩემპიონი მაქვს სელქობაში? საყვარელი ბიჭი, რომელიც პატარა ოინებით ყველას გონებაში რჩება. ბოლოს სიგელი გადაეცემა ჭოიძე მარიამს
მოხერხებული მჭერმეტყველი, მოჩა. მარიამი ნამდვილი ლიდერია, გონებით ძლიერი და შემოქმედებით გამჭრი. მოჩა. მოჩა.
Che confusione, sarà perché ti amo, è un'emozione che cresce